ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი, მე ვიმყოფები კუშადასის ნაციონალურ პარკში. თუ შეამჩნევთ იქითა სანაპიროს, ეს უკვე საბერძნეთის ტერიტორიაა, კონკრეტულად კი კუნძული სამოსი მოჩანს აქედან ყველაზე უფრო ახლო, დაახლოებით ეს არის ზღვით რო გადავცუროთ 6 კილომეტრში. ისე შესაძლებელია მგონი გადაიპაროს კიდევ ვიღაცა ვის უნდა. თუმცა არაჩვეულებრივი ადგილია ნამდვილად მერწმუნეთ. ყველაზე კარგი რაც აქ მიყვარს ეს არის ფიჭვები სანაპიროზე. ხო გეუბნებოდით რომ ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი. საკმაოდ საინტერესო მოსაუბრეც გავჩითე ჩემებურად ადამიანი რომელმაც ძალიან კარგად იცის აქაურობა. აი ასე შევხედე. Hello. Okay. და ეხა სადაც მივდივარ ეს არის გიოზალ ჩამლარ, აი ასე ქვია ლამაზი დაძვები. და მართლა ძალიან ლამაზი ადგილია. ვერაფერს ვერ იტყვი, ეს არის ნაციონალური პარკი, სადაც უამრავი ღირსშესანიშნაობებია. მაპატიეთ თუ კადრი ძალიან თამაშობს, რადგან უბრალოდ აქ ცოტა გზებიც ისე კარგად ვერ არის, როგორც გვინდა. მაინც თაგორიანი ადგილია და ეს არის ნაციონალური პარკი. ესეთი ქვიანი, წვრილქვიანი სანაპიროა აქ. ძალიან კარგი ზღვაა, მინდა გითხრათ. ამბობენ რომ აქ შედარებით უკეთესი ის არის წყალია, მაგრამ აი უნდა გავსინჯო რა პრინციპში. ხო, რაც შეეხება აქაურობას და აი ამ დღეს. საინტერესო რაღაც მინდა უთხრა ქართველ მონადირეებს, რადგან მუსულმანები არ ჭამენ ღორს, აქ ძალიან ჩვეულებრივად აი ესე სანაპიროზე შეიძლება გაიშლიგინოს ღორმა. დიდი იმედი მაქვს რომ სადმე ერთ ღორს, ერთ გარეულ ღორს მაინც გადავაწყდებით, თორე შინაური ღორები ისედაც ბევრია, ხანდახან კორპუსებშიც კი. რამდენი ღორებია აქ? Not danger. ამდენი გარეული ღორი ერთად სადმე გინახავთ? ნახეთ რა საყვარელი გოჭებია. Hello! This is wonderful. Oh! They look at me, speak me, who is this crazy? They are looking dangerous. Hello, პატარა ხორუკელებო რაო? აი ესე, რა მაგარია რა? No, go, not. I think you can take here. I will come near me. რამდენი ბოჭები არიან? საინტერესო სანაპირო, რომელსაც აქ ხედავთ. ყველაზე მეტად რაც მიყვარს, აქ ყველა სანაპირო თითქმის მოწესრიგებულია. კამკამა წყალი შეგიძლია კილომეტრობით გახვიდე შორს. ბრტყელი საოცრად ლამაზი ქვები და წინ უკვე კუნძული სამოსი. ამას ალბათ უკეთესად ხედავთ თქვენ ახლა. შეგიძლია საათობით უყურო და დატკბე, რა ლამაზია ქვეყანა, რა ლამაზია ცხოვრება. 0 დეპრესია. კიდევ ერთ ღორების კოლტს გადავაწყდი. საინტერესოა რა, როცა მარმარილოს სანაპიროზე, ოღონდ მართლა მარმარილოს სანაპიროა, ასეთი ღორები არიან.
შევაშინე. თავის და დიდი ღორი დაინახა. ღორები პლაჟზე. Give me my phone, please. Give me my phone. არ ვიცი ჩემს გარდა კიდევ ვინმეს გინახავთ თუ არა ეს, მაგრამ საინტერესო ამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 გოჭი და 2 დედაღორი. და ეს ყველაფერი ხდება აი აქ. შეხედეთ რა მაგარი ადგილია. არც მეტი და არც ნაკლები მარმარილოს სანაპიროა. აქ საპიკნიკე ადგილებიც როგორც ხედავ სპეციალურად არის მოწყობილი და ხალხიც ხშირად სტუმრობს ხოლმე აქ. რაც შეეხება ეს ქვები ნამდვილად არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქვები, ეს არის მარმარილოს ქვები. Hi. Have a good time. ესე იგი აქ ზეთისხილს ჭამენ. ველური ზეთისხილი ყვარებია თურმე ამ ღორმუცელებს. ნახეთ, რამდენი არიან.